კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე რესპონდენტ ობიექტივის პირდაპირ ეთერში თამთა როგავა და ანი კიკნაძე დავსვამ შეკითხვებს მთავარ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. გადაცემის პირველ ნახევარში ჩვენს კითხვებს ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პასუხებს. ლევან, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. დაანონსებული იყო, რომ შემოდგომა აქტიურად პოლიტიკური გვექნებოდა. მე მინდა შევაფასოთ როგორც მართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის აქტივობები. მართველი პარტიის თავარი ამოცანა და დავალება როგორც წესი და მოლოდინის მიხედვით უნდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულება და იმ საფრთხეების არიდება, რასაც თავად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში შესაძლოა გადატრიალების გეგმა მოქმედოს ოპოზიციის ერთმა ნაწილმა. ხოლო ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ნებისმიერი გზით და ამბობდნენ კიდევაც ამას, ნებისმიერი გზით უნდა ჩამოეშორებინათ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან, რადგან ეს გუნდი არ არის გარანტი კანდიდატის სტატუსის, ევროკავშირისკენ სწრაფვის და ასე შემდეგ. ხედავთ თუ არა, რომ ორივე ფლანგზე რაიმე სიღრმისეული პოლიტიკური მუშაობა მიმდინარეობს, თუნდაც იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებიც დაისახეს პოლიტიკურად აქტიური შემოდგომისთვის. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ საქართველოში ან ხელისუფლება ან ოპოზიცია სიღრმისეულ სამუშაოებს ეწევა და სიღრმისეულად ცდილობს რაიმე მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც თავის მთავარ ამოცანად დაისახა საზოგადოების ყურადღების გადატანა ცენტრალური თემებიდან მეორეხარისხოვან თემებზე. მაგალითად, მათ სრულიად მეორეხარისხოვანი საკითხი ჰაერიდან შექმნეს იმპიჩმენტის საკითხს გულისხმობ და მთელი 2 თვეა ყველას გვაყურებინებენ საკონსტიტუციო განხილვებს, იმპიჩმენტის პროცედურას, ეხლა მთელი საზოგადოება მსჯელობს, მოაგროვებს თუ არა 100 ხმას ქართული ოცნება, ეხლა ახალი საკითხი გვაქვს მსჯელობის, როსტომ ჩხეიძეს და ნატო ჩხეიძეს წაუწდებათ ხელი თუ არა პულტზე წითელი ღილაკისკენ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ყალბი თემები, ფეიქ თემები და ამ თემებზე საუბრით, ესე იგი, დრო გაყავს ქართულ ოცნებას საარჩევნო ციკლის ფინალამდე. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაცაც ჩვენ ხედავთ რა დღეშია ესა დაგსაქსული, დაქუცმაცებული ერთობა, რომელსაც მართლა არაფერი არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ შეაჯანჯღაროს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ მოენზადოს რაიმე მორიგი პროვოკაციისთვის. იმიტომ რომ მათ რომ პროვოკაცია არ სურდეთ, ჩვენ ნახავდით, თქვათ, იდეოლოგიურ მუშაობას, ნახავდით, როგორ აშენებენ პარტიულ სტრუქტურებს, როგორ შეაქვთ ინიციატივები იმისთვის, რომ, თქვათ, საარჩევნო манипуляციები დააზღვიონ და ასე შემდეგ. აი ესეთ მუშაობას ოპოზიციის მხრიდან ვერ ვხედავთ, იქაც არის საუბარი და მოლოდინი, მორიგი, ასე ვთქვათ, ნაპერწკლისა, რომ ამ ნაპერწკლიდან მერე ცეცხლი გაახვიოს. როდესაც საუბრობთ პარტიულ სტრუქტურებზე, საარჩევნო პროცესზე, სტუდიაში რომ იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერი ან წარმომადგენელი, აუცილებლად გეტყოდათ, რომ პარტიულ ნაწილში მათ ჰქონდეთ ყველა რეგიონში შეხვედრა მთელი ზაფხულის განმავლობაში ამ მრჩეველსაც და პარტიის მხარდამჭერებსაც ხვდებოდნენ, ხოლო არჩევნებთან დაკავშირებით ისინი გეგმავენ ახალი საარჩევნო სისტემა შემოიტანონ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც თქვათ ოპონენტები თავის დროზე მხარს უჭერდნენ, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლების როგორც ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ელექტრონული საარჩევნო სისტემა არ იქნება დაცული კარუსელებისგან და გაყალბების სხვა მეთოდებისგან. იტყვის ქართული ოცნება, რომ შრომობს გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მისი ოპოზიცია არის ასეთი და მას არ შეუძლია ამ ოპოზიციის შეცვლა. პარტიულ მშენებლობაზე საუბრის დროს მე აქცენტი დავსვი ოპოზიციაზე. ოპოზიცია არ აკეთებს ამას. რაც შეეხება ხელისუფლებას დიდად არ სჭირდება პარტიული სტრუქტურების მშენებლობა. იმიტომ რომ სამწუხაროდ პოსტკომუნისტურ ეპოქაში საქართველოში ესეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ სახელმწიფო აპარატის სახელმწიფო ბიუროკრატიის სტრუქტურა ემთხვევა ხოლმე მართველი პარტიის სტრუქტურას. რაღაც არის ჩამოსაყალიბებელი ჩხოროწყუს გამგეობაში ყველა არის ქართული ოცნების აპარატის თანამშრომელი. მათთან ჩავლენ, შეხვდებიან, ეტყვიან, აი თუ გინდათ სამსახურის შენარჩუნება, აბა ფრთხილად იყავით. და ყველა სხვა გამგეობის სტრუქტურა ემთხვევა პარტიულ სტრუქტურას. ასე რომ ქართულ ოცნებას პარტიული მშენებლობა კი ჭირდება თუ უნდა რომ დემოკრატიულ პარტიად შედგეს, მაგრამ საარჩევნო მანქანა მას ისედაც მზადა აქვს და ეს საარჩევნო მანქანა არის დასაზეთი და დიახ ეს რეგიონალური კონფერენციებზე რო ჩადიან და ზეთავენ ამ სისტემას, სწორედ სასარგებლოა მათთვის.
მაგრამ ეს პოლიტიკურ პროცესს რა თქმა უნდა არ აჯანსაღებს. რაც შეეხება CSKO-ს ინიციატივებს, ის CSKO-ს ინიციატივაა და მართლა უნდა მივესალმოთ, მე ძალიან მომწონს, რომ ეს ელექტრონული არჩევნები შემოდის და ფაქტობრივად საარჩევნო უბანზე გაყალბების შესაძლებლობები ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნები თანამედროვე ეპოქაში აღარ ყალბდება იმითი, რა ქვია, საარჩევნო უბნებზე და იქ ფურცლების ჯაყრით და ასე შემდეგ. გაყალბება იწყება ადმინისტრაციული რესურსით გამოყენებით, ბიზნესის დარეკეტებით, ოპოზიციური ძალებისთვის ფინანსური შესაძლებლობების მოსპობით, სუსის აქტიური გამოყენებით საარჩევნო პროცესებში და ასე შემდეგ. ბუნდოვანი კანონმდებლობით, მაღალი ბარიერით, რომელიც გადალახვის შანსი მარტო ორ პარტიას ან სამ პარტიას აქვს ხოლმე და ასე შემდეგ. კი ბატონო, როდესაც საუბრობთ აი ნაკლოვანებებზე, რაც ხელისუფლებას გააჩნია და ოპოზიციას, პრინციპში ხელისუფლება უფრო მეტად ნაკლოვანი ხდება, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილი ყავს ცუდი ოპოზიცია, რომელიც ვერ უწევს იმ ტიპის პაექრობას, რომ პირიქით გააჯანსახოს სისტემა. საპარლამენტო ოპოზიცია არის საინტერესო ფენომენი, იმიტომ რომ როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებიდან თემის გადატანაზე ხდება აქცენტირება არა მარტო ხელისუფლების მხრიდან, არამედ ამ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, სად არის აქ მთავარი მიზეზი, რატომაც ხდება, იმიტომ რომ იქ წარმოდგენილი პარლამენტის წევრები ზოგიერთი მაგალითად საერთოდ არ ცნობს შრომით უფლებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არ ცნობს ღირსეულ ხელფას, არ ცნობს ბავშვთა უფასო კვებას და რაღაც თავისუფალ ბაზარზე და მგელით ძალიან ისეთ შაბლონურ ფრაზას ვიხმარ, მგელი თუ ხარ, გადარჩები პრინციპით არის. ან თვითონ არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დაბალ ხელფასებს უხდიან თავიანთ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს. ამ ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილებით ალბათ ძალიან რთულია ერთ დღეს საქართველოს პარლამენტის სკამში აღმოჩენილმა დაიწყო იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, რომელიც პირდაპირ მიბმულია ევროკავშირთან და ევროკავშირთან დაახლოება სწორედ ამას მოიაზრებს და არა ვთქვათ დროშით ფრიალს. 2024 წელი თითქოს შორს არის, მაგრამ არც ძალიან შორს არის. აი ეს არჩევნები თეთრსა და შავს შორის, ცუცსა და უარეს შორის ან ცუცსა და შედარებით კარგ შორის, როდესაც ხდებოდა პიროვნული სიმპათიებით არჩევა და მე ამის შედეგებზე ჩვენ სულ უარყოფითად ვსაუბრობთ, არა მარტო ექსპერტები, ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც უკმაყოფილოა პოლიტიკური კლასის გადააზრებით და გადასხვაფერებით, თუნდაც რაღაც კარდინალური ცვლილებით უნდა იყოს თუ არა წარმოდგენილი 2024 წელს. რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში დიახ 2024 წელს ჩვენი პოლიტიკური კლასი უნდა გადასხვაფერდეს და სხვა ეთიკის, ღირებულებების, კულტურის ხალხი უნდა გყავდეს პოლიტიკაში. თან ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ხო, ძალიან რთულია მოწოდებებით. ერთი წელი პარტიის მშენებლობისთვის ნამდვილად არ არის, ასე ვთქვათ, დიდი დრო პირიქით. ძალიან მცირე დროა, მაგრამ არანაირი იმედი ჯერჯერობით არ ჩანს ცის გაბადონზე, მაგრამ როცა ყველაზე ბნელია ხოლმე ღამე, მაშინ იწყება განთიადი. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს, როდესაც ახსენეთ სიტყვა საპარლამენტო ოპოზიცია, სასაცილო ტერმინია ეს საქართველოს შემთხვევაში, იმიტომ რომ შეხედეთ ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციას. როგორი ძალები არიან იქ წარმოდგენილი? ჯერ 2 წელი არ შევიდნენ ამ პარლამენტში, ლამის. და 2 წელი ამბობდნენ, რომ არ მიცემთ ლეგიტიმაციას ამ პროცესს და ბოლოს მაინც გადაწყვიტეს პარლამენტის წევრობა. ანუ ჩვენ ყავს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც 2 წელი იყო შატალოს. ეხლა რომ მივიდნენ პარლამენტში რა გააკეთეს? საშინელი კანონი მიიღო ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა მიცა უფლება ორკაციან გაერთიანებებსაც პარლამენტში ჯგუფებად დარეგისტრირების შესაძლებლობა, როდესაც მიცა და ჩვენ რა მივიღეთ? ორკაციანი ფრაქციებივით კვაზი ფრაქციები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ იღებენ თავის პრივილეგიებს. მანქანა, საწვავი, კაბინეტი, საათები, ასე თქვა, შეხვედრის საათები,
სტატუსი, მიიღეს მოკლედ სტატუსები ამ მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა. შემდეგ მე ყოველთვის დამცინიან ხოლმე ჩემი სტუდენტებიც, მეგობრებიც, როცა ვამბობ, რომ პარლამენტის წევრობა არის ურთულესი სამუშაო. მარტო რეგლამენტს რო ჩავხედოთ, იმდენი მოვალეობა აქვს ერთ პარლამენტის წევრს, რომ არ ვიცი, მეც არაფერს არ უნდა აკეთებდეს, გადადებული უნდა კონდეთ თავი. მაგრამ აი რეგლამენტის რომელი მუხლი სრულდება, ამორჩეველთა შეხვედრის მუხლი სრულდება, ამორჩეველთა კომუნიკაციის მუხლი სრულდება, საკანონმდებლო ინიციატივები აქვთ ამ ორკაციან ჯგუფებს დაწყობილი თუ რა, ანუ ჩვენ გვყავს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გონია, რომ პოლიტიკა იცით რა არის? ერთად რო შეიკრიბებიან ყავაზე, იჭორავებენ, აი რა დღეში ვართ, რა ეშველება საქართველოს და პოლიტიკა გონიათ ეთერებში სიარული. ეს მათი ტერმინია. მათგან გავიგე და გადავირიე, რომ აი რო კითხეს, რომ აი პოლიტიკურად აქტიური ხარო, ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს. როგორ არა ვარო აქტიურიო, აგერ შევხვდიო ჩემ კოლეგებსო, მომავალ ბლოგზე ვლაპარაკობთო და ეთერებში დავდივარო. აი ამ დონეზე ესმით პოლიტიკა და აი ამ დონეზე ქართული ოცნების ჩანაცვლება არის შეუძლებელი. ასეთი პოლიტიკით, მით უმეტეს ალიანსში რო ხარ შესული მერაბიშვილთან, კეზერაშვილთან, ამ სისხლისმელებთან, ქურდებთან, თაღლითებთან, აი ამ კომბინაციით ქართული ოცნება წარმოჩნდება უძლებელ პოლიტიკურ ძალად. როდესაც ხელშემოდგომაზე საუბრობთ, ანუ სურვილი არსებობდა, თუმცა საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის არ ქონა, ხელი შეუშალა არა მარტო ამ შემოდგომაზე, არამედ წინა წლებშიც სურვილების ასრულებას და რაღაც პრაქტიკაში გადმოტანას. ქვეყნის შიგნით გავიგეთ, რომ საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია არ აქვს. არც ქართულ ოცნებას იმდენი რამდენიც მას სურს და მით უმეტეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგრამ ისინი ხშირად აპელირებენ დასავლეთზე, ევროკავშირზე, საერთაშორისო პარტნიორებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და თითოეული გადაწყვეტილება, აი თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მაგალითად მოსამართლეების მხრიდან და შემდეგ აღიქმება როგორც მათ პარტიულ და პიროვნულ მხარდაჭერად. და ამ აზრს მუსირებენ საზოგადოებაში. საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის ძალები, რომლებზეც ეს ოპოზიციური პოლიტიკოსები აპელირებენ, მიხვდნენ თუ არა იმას, რომ მათ ქვეყნის შიგნით არ აქვთ ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა თუ ბუნდოვანია მაინც ეს მხარდაჭერის კონტურები, რომელიც შეიძლება შემდგომ 2024 წლის არჩევნებში შედეგებში აისახოს. მე მithქვამს თქვენს ეთერში არაერთხელ, რომ ძალიან მრავალფეროვანია დასავლეთი. მე რომელ დასავლელ ექსპერტებთან მოაზროვნეებთან და სერიოზულ ადამიანებთანაც მაქვს კომუნიკაცია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, თუ როგორი სუსტია დღეს საქართველოში ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, როგორ არ აქვს დასაყრდენი. ისინი აღნიშნავენ ხოლმე ჩემთან საუბარში. გადაწყვეტილების მიღები პირები რას ფიქრობენ? ეს არის საერთაშორისო გვესმის, რომ გარკვეულ ჯგუფებს დასავლეთში დასაყრდენად აქვს ნაციონალური მოძრაობა და მისი გარემოცვა ყავს მაინც და რომ ეს მიდგომა არ იცვლება იმის მიუხედავად მათ აქვთ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა. აი მაკეთკენ მივდივარ, ანუ ნაწილი, სერიოზული ნაწილი შესანიშნავად ხედავს აი ამ ჩვენი ოპოზიციის თუ ხელისუფლების ნაკლოვანებებს, მაგრამ აი თქვენ ძალიან საინტერესო აქცენტი დასვით. საქართველო არ არის მთავარი თემა ევროპისთვის. ამიტომ საქართველოს საკითხებზე დასავლეთში მუშაობენ ხოლმე, რა ვიცი, აი ჯორჯ ბუშის ფონდის წარმომადგენლები, რომელიც არის ძალიან პატარა სუსტი ფონდი და ყველა პრეზიდენტს აქვს ეგეთი პატარა ბიბლიოთეკა და ფონდი და რაღაც პატარა ფულის მოგროვებას ყველა პრეზიდენტი ახერხებს ხო შეერთებულ შტატებში. თქვათ მუშაობენ ისეთი აი ჩამორჩენილი პოლიტიკურად, ეთიკურად ხალხი, როგორიცაა თქვათ ვალგოჟეტა გვარი დამავიწყდა და ასე შემდეგ. ისეთი ხალხი მეასე ხარისხოვანი ხალხი და თუმცა ჩვენთან აღიქვებიან, რომ ისინი თითქოს სახელმწიფო ვერტიკალს წარმოადგენენ. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის კი არა, რა სიტყვის ვიოლა ფონ კრამონი ჩვენზე, რა სიტყვის ჩვენზე შოლცი, რა სიტყვის ჩვენზე კაი შოლცი თუ ვერ მოიცლის საბერო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური მდივანი, მაგრამ ნახეთ, იქამდე არ მიდის საქმე. დღეს უნდა გავუგოთ ჩვენ დასავლეთს, უმძიმეს დღეში არის, განსაკუთრებით ევროპა. შეერთებული შტატები ცალკე კონტინენტია, ლამის და ცალკე სამყაროა, მაგრამ ევროპას დღეს პირდაპირ ურტყამს უკრაინის ომი, ეხლა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ურტყამს მათ, ცალკე დაემატა ამას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და ამ დროს არავის არ ცალია სერიოზული პირებისგან
დასავლეთში იმაზე, რომ სალომე სამადაშვილს და ირაკლი კობახიძეს ელაპარაკოს. სამწუხაროდ დღეს აი ესეთ ვითარებაში ვართ, ჩვენთვის არ ცალიათ და ამიტომ მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსების გამოსვლებს აფასებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მთელი ევროპის ერთიან და შეჯერებულ მოსაზრებად. ამ მოუცლელობის ჟამს მაინც ველოდებით ჩვენ ანგარის კანდიდატის სტატუსს, რომელიც ჩვენ სახელმწიფოში განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება და ეს მოლოდინი შექმნა ხელისუფლებამ, მათ შორის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და დასავლეთმა შექმნა. კი, დასავლეთმა. ვიცით რომ ეს არის სიმბოლური, თუმცა პოზიტიური მოვლენა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და დაახლოების გზაზე. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და ეს იქნება თუ კი არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და ის ანგარიშიც არ იქნება ჩვენთვის სახარბიელო კატალიზატორი იქნება თუ არა სხვა აი პროვოკაციულ მოქმედებებისა თუ მათი სურვილების შესრულების რაღაც გზის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი. ორი მიმართულებით იქნება პროვოკაციული კანდიდატის სტატუსისარმოცემა ჩვენთვის. ერთი მიმართულება გახლავთ ის რომ დამატებით ნაპერწკალი მიეცემა ცეცხლის გასაღვივებლად ოპოზიციას და რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება არ ვიცი, რომ ასე ვთქვათ, საბოტაჟირებს ხშირად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, ეს გავს თვითდაზიანებას და თვითდესტრუქციას ქართული ოცნების მხრიდან და მეორე მხრივ კანდიდატის სტატუსისარმოცემა საქართველოს საზოგადოებაში სრულიად სამართლიანად გააჩენს უსამართლობის განცდას. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რა თქმა უნდა გაზრდის და ამიტომ დაუშვებელია რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგცენ თუ ოდნავ მაინც გონი შერჩენია ვინმეს დასავლეთში ვინ საქართველოს პოლიტიკაზე მუშაობს იმიტომ რომ შეხედეთ ვის მიცეს კანდიდატის სტატუსი ხო მოლდოვა არ შემდგარი სახელმწიფო უკრაინელები ცხოვრობენ იქ მოლდოველები ცხოვრობენ რომლებიც ამბობენ რომ რუმინელები არა ვართ რუმინელები ცხოვრობენ ბესარაბიელები ცხოვრობენ 3000 კაცი ჯარისკაცი ყავთ მარტო არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობს პრორუსული პოლიტიკური ძალები არიან ზურგის ქარით წარმოდგენილნი საზოგადოებრივი კონფლიქტებით დახუნძლული არც შრომის კანონმდებლობა აქვთ ნორმალური არც მეწარმეობის შესახებ კანონი, არც კლიმატის ცვლილების კანონი, ანუ რაც ჩვენ გვაქვს და ამ ქვეყანას აძლევს შენ სტატუსს და საქართველოს გაუბედურებულს, მარტო დარჩენილს, საშინელი ხელისუფლებით, კიდევ უფრო საშინელი ოპოზიციით, რუსეთით მეზობლად, თურქეთი, ავტორიტარული თურქეთით მეზობლად, ავტორიტარული და გააგრესიულებული აზერბაიჯანით მეზობლად, ამ ქვეყანას ტოვებ ამ სიმბოლური იმის გარეშე, ჯილდოს გარეშე. ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვისაც, რომ აი ეს ქვეყანა არის მარტო და ამ ქვეყანას არავინ გვერდით თქმელი არ აქვს. თქვენსაც თქვით რამდენიმე წუთის წინ რომ საქართველოსთვის ახლა არც ცალიათ ევროპა ლიდერებს ეს გასაგებია რომ სალომე სამადაშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური კინკლავისთვის არ ცალიათ, მაგრამ როდესაც გლობალურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ ევროკავშირის ინტერესებზე, ბუნებრივია მათთვის ძალიან საგანგაშო სიგნალებია ჩვენს ირგვლივ, ხო? არა მხოლოდ ვიწრო რეგიონში, არამედ ფართოდაც, ხო? ამ შემთხვევაში თუ ხედავთ რომ შესაძლებელია რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. მეც ვიზიარებთ ამას პოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი სიმბოლურია ძალიან, მაგრამ იმ კონტექსტში, რა კონტექსტში ჩვენ ეს არ მოგვეცა, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი პერსპექტივებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. არის თუ არა გამოვიყენებ ამ სიტყვას ვალდებული ევროპა, მაშინ როდესაც აზერბაიჯანი გალიდერდა აშკარად ჩვენს რეგიონში და აზერბაიჯანი არასდროს არ არის დასავლური ღირებულებების მატარებელი სახელმწიფო, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პარტნიორია და გვაქვს ესეთ საინტერესო კავშირები, სომხეთი, რომელიც საერთოდ გაურკვეველ პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით საგარეო ვექტორების მიმართულებით და საქართველო, რომელსაც აქვს თავისი სწრაფვა, თავისი სურვილი, გადაწყვეტილება, მაგრამ ცალმხრივ ურთიერთობას გავს ის, რაც გვაქვს ჩვენ ევროპასთან. არის თუ არა ევროპა ვალდებული, თუ კი მას სურს, რომ იყოს ესეთი კლასიკური ევროპა, როგორც ჩვენ ვიცით და წარმოგვიდგენია, საქართველოს მიმართ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჭირდება თუ არა აი ესე უფრო მე მგონი. მე მithქვამს და გავიმეორებ დიდი სიამოვნებით აგერ თქვენს წინაშეც, რომ ნორმალურ ვითარებაში არც საქართველო, არც მოლდოვა, არც უკრაინა, არც ბოსნია-ჰერცეგოვინა
არ იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციის გზაზე შემდგარი დემოკრატიებიც კი. ჩვენ ვართ რაღაცა კონკურენტული ავტორიტარიზმის პირობებში მცხოვრები ხალხები, თავისი კორუფციით, გაუგებრობებით, საშინელი პოლიტიკური სისტემით. მაგრამ ჩვენ ვართ არანორმალურ ვითარებაში. და ეს არანორმალური ვითარება თქვენ ახლა დაახასიათეთ, ხო? მარტო უკრაინის ომი არ არის აქ, ასე ვთქვათ, ამ არანორმალურობის ფაქტორი. არანორმალურობას ვითარებისა განაპირობებს სომხეთის ესეთი მდგომარეობა, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასე შემდეგ. ასე რომ თუ გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა უკრაინამ და მოლდოვამ, იგივე გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობით ჩვენც ვიმსახურებთ ამას. თუ მათ მიცეს, მაშინ ისინი ვალდებულები არიან, რომ ჩვენც მოგცენ და მე რატომღაც მაქვს იმედი, რომ აი ეს ხანგრძლივი გაუგებრობა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამოიწურება და ჩვენც გავხდებით აი ამ სტატუსის მფლობელები. აი მე რას ვიზამთ? მე როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ ცალკე და ევროპელები ცალკე, აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მე უფრო მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება ჩვენ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის და ქვეყნის გარეთ ელემენტარული სტაბილური საზღვრების და სტაბილური ვითარების შესაქმნელად, იმიტომ რომ მართლა არ ხდება, ასე იგი ნორმალური ამბები ჩვენს ირგვლივ. ადრე ჩვენს რეგიონში ერთმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ ერთი სპილო იყო შემოსული რუსეთის სახით, ეხლა მეორე სპილო შემოვიდა თურქეთის სახით, რომელიც აზერბაიჯანის გავლით აწარმოებს აი ამ თავის პოლიტიკას და ძველი ინდური ანდაზაა, რომ როდესაც სპილოები ჩხუბობენ, ბალახი ითელება, როდესაც სპილოებს ერთმანეთი უყვართ, მაინც ბალახი ითელება და ბალახივით რო არ გავითელოთ, ამიტომ გჭირდება, რომ აი ვიღაცა მხარს გვიჭერდეს მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. და აი ევროპა ჯერჯერობით ორ ჭოფობს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ იცვლება ვითარება, თვითონ ევროპასაც ჭირდება შედარებით უფრო მყარი სამეზობლო, რომ მიგრაციული ტალღებისგან დაიცვას საკუთარი თავი, რომ თქვა შუადერეფანი ჭირდება და თქვენს უკან შესანიშნავი რუკა ჩინეთი არის ევროპის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი მიუხედავად მათ შორის არსებული კონფლიქტებისა. რუსეთის ალტერნატიული გზებია აუცილებელი და ეს გზები საქართველოზე გადის და აი ესეც ჩვენ წონას გვმატებს და ასე შემდეგ. ასე რომ მაინც მიუხედავად აი ამ ბნელი დღევანდელი ვითარებისა რაღაც არის იმედები, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება მთელ სოფლიოშიც და საქართველოშიც გამბედავი პოლიტიკოსები, მამაცი პოლიტიკოსები, როგორც იტყვიან ხოლმე ვიზიონერი პოლიტიკოსები, ანუ რომელთაც ხედვა, რომელიც იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ აი ხვალ როგორ გადაუფორმო მამაჩემს მორიგი ნაკვეთი, ან როგორ გადაუფორმო ჩემს ცოლს სათხილამურო არენა, ამაზე კი არ ფიქრობენ, ამიტომ ფიქრობენ როგორ გაიყვანო ბეწვის ხილზე ეს ქვეყანა. ეს არის ზუსტად რომ გარდა იმისა რომ ვიღაც დაგეხმარება მათ შორის შენი მეგობარის სტრატეგიული პარტნიორი ევროპა, მხოლოდ დახმარებით ფონს ვერ გახვალ და ვერც გერმანია გახდები, ან საფრანგეთი მეორე დღესვე თუ კი შენ შეხვალ ევროკავშირში, აი საქართველოში როგორ უნდა შევცვალოთ, ან რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოში ვითარება, რომ დახმარებასთან ერთად ქვეყნის შიგნითაც არსებობდნენ ის ძალები, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მიყვებიან იმ გეგმას, გზას, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში დააყენებს განვითარების დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების გზაზე. აი ეს ვითარება როგორ იცვლება, თქვენ კითხვით, რომ დღეს ის გვაქვს, ის მოცემულობა გვაქვს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ან ხელისუფლების წარმოდგენილი, რომელიც ძირითადად გაშლილია პოლიტიკურ ველზე. მაგრამ ეს ადამიანები ამინც ვერ ცვლიან ისე როგორც საჭიროა და ისე როგორც აუცილებელია არა კონკრეტული ადამიანისათვის ან პოლიტიკური ჯგუფისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია პარლამენტში ერთი პატარა 6-კაციანი ფრაქციის შექმნას. ოღონდ ამ ფრაქციის წევრები უნდა იყვნენ გამორჩეული ადამიანები, უნდა ქონდეთ ჯერ ერთი ხედვა, ვიზიონი,
როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს, ეს უნდა კონდეთ მკაფიოდ წარმოდგენილნი. უნდა იყვნენ პროფესიონალები, ცოდნა უნდა კონდეთ, უნდა კონდეთ ეთიკური და კულტურული სტანდარტები, რომ სულ სხვის ნაკლოვანებაზე, გარეგნობაზე კი არ ილაპარაკებენ, ის ბეგემოტს გავს და ის იმას გავს, არამედ ექნებათ თავისი კულტურა, რომ ოპონენტთან პირადი შეურაცხყოფით კი არ შევლენ ურთიერთობაში, არამედ პრინციპულ საკითხებზე მსჯელობით. აი პატარა ფრაქციაც, ერთი ფრაქციაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სტანდარტი შეიცვალოს ამ ქვეყანაში და იმათმა თქვან, რომ შეიძლება ჩვენ დავმარცხდეთ, შეიძლება მომავალ პარლამენტში ვეღარ მოვხვდეთ, მაგრამ ქმნით სტანდარტს. გჭირდება ისეთი ფრაქცია, რომელიც თემებს გამოკვეთს, ხო? ილაპარაკებს შრომაზე, ილაპარაკებს გარემოსდაცვაზე, ილაპარაკებს სკოლაში ბავშვებს რო საჭმელი არ აქვთ და ასე შემდეგ. აი ესეთ ერთ ფრაქციას მყარს შეუძლია აი ამ ცვლილების მოტანა, სტანდარტის ცვლილების მოტანა, იმიტომ რომ დღეს რა ვითარებაში ვართ ჩვენ? ხო, ყავს უთხრა შენ შავო, ერთი მხარეც შავია, მეორე უფრო შავია და ერთმანეთის ნაკლოვანებებზე საუბრით შეუძლიათ ერთი ნახევარი საუკუნე გასტანონ. აი ეს ახალი სტანდარტია შემოსატანი და აი ახალი შეხედულება, მაგრამ რას ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში, თქვენს კოლეგებს რო შევხედოთ, ხო? რას დაემსგავსა ქართული მედია? გინდა ერთი მხრიდან ხო საშინელება იყო ყოველთვის, ახლა ნიკა გვარამიას სტანდარტი რა არის, მაგრამ აქეთ რა სტანდარტი იქმნება? რომ აი სრული პროპაგანდისტული მანქანა, არანაირი საღი აზრი, არანაირი თემა, რომელიც შეიძლება იყოს აი ამ ნაციონალებსა და ოცნებას შორის კონფლიქტზე მაღლა. სხვა თემებიც ხო არის ამ საზოგადოებაში, არაფრისთვის არ ცალიათ. ცალიათ მხოლოდ ერთმანეთისთვის და უკვე მეშინია იმის, რომ თვითონ საზოგადოების სტანდარტი, საზოგადოებრივი მორალი, საზოგადოებაში არსებული ნორმებიც უფრო დაბლა დაიწევს. აი ეს იცის ხო ჩაკეტვა, სადაც მხოლოდ შენიანი ხდება სტუდიაში იქნება თუ შეხვედრის დროს და ეს ჩაკეტილობა ყოველთვის ანგრევს ბევრჯერ ვახსენე ეს სიტყვა განვითარებას, რომლისკენაც ვიხვწვით და ვიცი, რომელიც ღიად გვაქვს ეს სურვილი გამოთქმული, რომ უბრალოდ სხვა რაღაცაც არსებობს, ხო? მაგრამ გარდა პოლიტიკისა, თქვა წიგნი გამოვიდა ამ ქვეყანაში, იმაზე ვიმსჯელოთ, ხო? მაგრამ აი კულტურაშიც ესაა შეჭრილი. აი ხა მე ვერ ვერკვევი ამ კულტურულ ომებს შორის, რომელსაც ნიკა რურუას და თეა წულუკიანის მომხრევი აწარმოებენ ერთმანეთს შორის, მაგრამ რაც მე ვნახე ქალბატონი ქეთევან დუმბაძის წინააღმდეგ შემაძრწუნა ამ ყველაფერმა, რომ ესე იგი ოჯახი ამოუტრიალეს ადამიანს, ვიღაცა დაბალი დონის წერლის მსგავსმა არსებებმა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ნოდარ დუმბაძის ავტორიტეტი, მორალი და ინტელექტი, რომელიც გაერთიანებული არის ნოდარ დუმბაძის იუმორში და რომელიც არის ჩვენ სისხლში და დნმ-ში უკვე ყველა აქ მცხოვრები ეროვნების სისხლში და დნმ-შია ნოდარ დუმბაძე შესული და ნოდარ დუმბაძის ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რა ვიცი, ტორესა მოსი და სხვები ესეთი ხალხი და ამბობენ, რომ ის ქურდებს უჭერდა მხარს და კომუნისტი იყო და ასე შემდეგ. ჯერ ესეთი ყველა კომუნისტი ცუდი არ ყოფილა და მეტრო აშენეს ამ ქვეყანაში და რუსთავში ქარხანა აშენეს და იმისი ფეხის ჭყივად ღირდეს ჯერ ვინმე ამ ქვეყანაში, მაგრამ აი ხო ხედავთ, ნოდარ დუმბაძეც კი შეიძლება ფეხქვეშ გათელოს აი ამ დისკურსმა, რომელიც ჩვენთან არსებობს და ესაა დამანგრეველი და ამაზრზე. ხო, ალბათ რაღაც შეპირისპირება აუცილებელია ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაიგოს ტორესა მოსიმი, მაგრამ მე არ მაქვს ეს ბედნიერება, რომ წამეკითხა მისი ნამუშევრები და ნამდვილად არ ვიცი რა ხარისხის მწერალია რომ არავინ არ ამბობს, რომ კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ კრიტიკას კვალიფიკაცია ჭირდება. ხო, მაგრამ აი დღეს სხვა აი პოსტმოდერნისტებს ან ნეოლიბერალებს ეს არჩევანი აქვთ გაკეთებული, რომ არც ერთი ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში. თქვა ერეკლე მეფეა ავტორიტეტი, იქ უნდა თქვა, რომ ყავდა ის, რა ქვია, კურტიზანი ცოლი. მოიფიქრო, არაფერი საბუთი არ აქვს ამისი სერიოზული, მაგრამ დააბრალო. ილია ჭავჭავაძეა ავტორიტეტი, უნდა თქვა, რომ კარც თამაშობდა. ვაჟა-ფშაველა ავტორიტეტი, უნდა თქვა, რომ ცოლს ურტყამდა. და არაფრის ის არ. აკაკი წერეთელი საერთოდ ის ყოფილა, რა ქვია, მანიაკი უნდა გამოაცხადო და ასე შემდეგ. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ავტორიტეტები არ უნდა გავაკრიტიკოთ.
მაგრამ როცა ილიაში მთავარი ის კი არ არის კარს რო თამაშობდა მთავარი არის 4 თქვრივი რო დაწერა და ეს მთავარი და არა მთავარი ერთმანეთში რო გერევა ეგაა პრობლემა ვაჟაფშაველაში მთავარი ის კი არ არის რომ იქ ვიღაც მღვდელს ეჩხუბა ესეც კარგი იყო საჩხუბარი იყო ის მღვდელი მთავარია რომ გველისჭამელი მინდია დაგვანახა და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს დისკურსი ქოცურნაცური დისკურსი. აი ამ კულტურაშიც, ჩვენს ეთიკაშიც, ჩვენს წმენა წარმოდგენებშიც უკვე ზღვარს შლის. ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, სწორედ ეს მინდა მე თქვა, რომ აი ეს დაპირისპირებები ადამიანების ცხოვრებაში თქვენას წამბობთ, რომ მე შინია ზუსტად უკვე ეს დროა, რომ ეს შიში საფუძვლიანი კი არა, შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, იმდენად გამჯდარია ჩვენ ხასიათში და ყოველდღიურობაში უკვე აი ეს ჩხუბი, აგრესია და დაპირისპირება. დიდი მადლობა ლევან სტუდიაში სტუმრობისთვის. ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საუბრობდა მერვე სტუდიაში. ისრაელის თემა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ვახსენეთ რამდენჯერმე. მე გეტყვით ბოლო ინფორმაციებს, ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს აბრუნებენ ისრაელში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 300,000 რეზერვისტია მობილიზებული. ამავდროულად ჰამასი ისრაელის მოქალაქეებს აფრთხილებს დატოვონ აშკელონი, რადგან აპირებენ კიდევ ერთ მძლავრ შეტევას. პარალელურად ჰამასის წინააღმდეგ იერიშებს აგრძელებს ისრაელის არმია, რომლის სამიზნების ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ათობით ობიექტია, მათ შორის გვირაბების შესასვლელები, მეჩეთი, იარაღის საწყობები და ის ადგილები, სადაც ტერორისტების თავშეყრის წერტილებია განთავსებული. თავდაცვის ძალების სპიკერი ამბობდა, რომ ღაზას საზღვარზე ისრაელმა კონტროლი დაიბრუნა. ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს ისრაელიც. თელ-ავივში არ გამორიცხავენ, რომ დღესვე დაიწყებენ სახმელეთო ოპერაციას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო კი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ითხოვს ჰუმანიტარულ დერეფანს და ასევე მედიკამენტებისთვის სჭირდება მათ ჰუმანიტარული დერეფანი. გაეროს მონაცემების მიხედვით პალესტინელ ტოლვილთა რაოდენობა დაახლოებით 180,000-ია უკვე და რაც შეეხება ტყვეებს, ჰამასის სპიკერმა განაცხადა, რომ ტყვეებს არ გაცვლიან იქამდე, ვიდრე ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს და ისრაელს მოუწევს გადაიხადოს საფასური. ამისთვის უნდა იყოს მზად, თუ კი უნდა ტყვეების დაბრუნება. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც შევკრიბეთ ჩვენი მაყურებლისთვის და უკვე დეტალურად ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთის ექსპერტთან, ირანისთან, ვასილ პაპაოსთან ერთად. ვასილ, დიდი მადლობა, რომ გვერთვებით გადაცემაში. პირველ რიგში მინდა შევაფასოთ ის ვითარება, რაც ახლა არის ისრაელში. მოსალოდნელი იყო თუ არ იყო ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი კითხვა და ბევრი პასუხი არსებობს. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის დარეგულირების შესაძლებლობებს, იმიტომ რომ წავიკითხეთ, მივიღეთ ინფორმაცია, განაცხადეს მხარეებმა, რომ ასეთი შეტევა ღაზის სექტორის მიმართულებით არ განუხორციელებია აქამდე ისრაელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურები ისრაელში ძალიან გაბრაზებულები არიან იმაზე, რაც მოხდა, რასაკვირველია და მათ თქვეს, რომ ჰამას გაანადგურებენ, გაათავისუფლებენ ღაზის სექტორს, ხო? მოვისმინეთ ასეთი განცხადებებიც. როგორ განვითარებას ველოდებით მოვლენების და ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა ეს ამ კონფლიქტის გეოგრაფიაც გაიზარდოს? მოგესალმებით. ისრაელის დაპირისპირება არაბულ სამყაროსთან, ასე ვთქვათ, მოდის ჯერ კიდევ ისრაელის დაარსებიდან 1948 წელს, როდესაც არაბულმა სახელმწიფოებმა მაშინვე ისრაელის მიერ სახელმწიფოების გამოცხადებისთანავე თავს დაესწრო ახალშექმნილ სახელმწიფოს, ომი გამოუცხადეს, თუმცა ამ პირველ არაბულ ისრაელში არაბული სამყარო, არაბული ქვეყნები დამარცხდნენ. მორიგი მსხვილი კონფლიქტი არაბულ ქვეყნებს და ისრაელს შორის მოხდა 1967 წელს, ეგრეთ წოდებულ 6 დღიანი ომის პერიოდში, როდესაც ისრაელის არმიამ გაანადგურა არაბული ქვეყნების არმიების კოალიცია. მის შემდეგ დაახლოებით 5-6 წელი მიმდინარეობდა სხვადასხვა ინტენსიურობით გამოფიტვის ომი, ძირითადად აქტიურობდა ეგვიპტე და შემდეგ 73 წლის ოქტომბერში, 6 ოქტომბერს არაბული ქვეყნები 50 წლის წინ. დიახ,
ესეც სიმბოლური დატვირთვა აქვს არაბებს ხევანდელი კონფლიქტის დაწყების თარიღი. 73 წლის ოქტომბერში იომ ქიფურის ომის დროს ისრაელმა ასევე დაამარცხა არაბული ქვეყნები, დაიკავა სინის ნახევარკუნძული და შემდეგ უკვე მოწინავე სახელმწიფოები, ვინც იყვნენ ამ არაბული ქვეყნების გაერთიანებული ფრონტის სათავეში, რომლებიც ისრაელს ებრძოდნენ, სირია, ეგვიპტე გამოითიშა, რადგან ხედავდა უპერსპექტივობას ისრაელთან დაპირისპირებას, მაშინდელი პრეზიდენტი ანვარ ალ-სადატი წავიდა უპრეცედენტო ნაბიჯზე იმ პერიოდში არაბულ სამყაროში, ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, ეგრეთ წოდებული კემპ დევიდის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ისრაელმა რამოდენიმე წლის ფარგლებში ეგვიპტეს დაუბრუნა სინის ნახევარკუნძული. სანაცვლოდ მიიღო ეგვიპტესთან ისრაელის სტრატეგიული მნიშვნელობის მშვიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ამ ხელშეკრულებას შეეწინააღმდეგა რიგი სხვა სახელმწიფო არაბული, რომლებიც ეგვიპტეს დაადანაშაულეს არაბული საქმის ხალხი, ეს ძირითადად ესენი იყვნენ ერაყი, ბაასისტების მეთაურობით და სირია, იგივე ბაასისტების, როგორც სირიის ფილიალის გაყოფილებით. მაშინ პრეზიდენტი იყო ხაფეზ ალ-ასადი. დღეისათვის სიტუაცია ისეთია, რომ მსგავსი ტიპის შეტევა ღაზის სექტორიდან მით უმეტეს ისრაელის წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს ახლა რომ გადავხედავთ სხვერპლის მასშტაბებს ისრაელის მხრიდან. ეს არის მართლა უპრეცედენტო, რაც თვითონ ახლა იმ წინა წლების ომებთან ფაქტიურად უტოლდება, მაგრამ ისინი იყვნენ არაბული ქვეყნების ასობით ათასიანი არმიებთან შეტაკება და აქ საუბარია ერთ-ერთი მძლავრი, თუნდაც მაინც ახლა არასახელმწიფო ის არის, ხო? თავდასხმა ღაზის სექტორი, არამედ ძლიერი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის მიერ ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი 1000 ხამასის წევრი მებრძოლი გადავიდა შეტევაზე ამ 7 ოქტომბერს. თუმცა მისი სამხედრო პოტენციალი არ აღემატება 12000 ეს აქტიური ესეთი მებრძოლი, ხო და ახლა მათი 12000 მებრძოლის შეიძლება ფანატიკური მებრძოლებიც არიან, თავსაც დადებენ, ხო, თავიანთი საქმისთვის. მაგრამ ახლა 12000 მებრძოლი მაინც ვერ გაუმკლავდება მილიონიანი ისრაელის სამხედრო მანქანას. ასე საინტერესო თემას შეეხეთ თქვენ. ჰამასის მებრძოლთა რიცხვი დაასახელეთ და თქვით, რომ მაშინ არაბულ სამყაროსთან ჰქონდა კონფლიქტი ისრაელს. დღესაც თუ არის საფრთხე, რომ ამ ფორმის კონფლიქტში გადაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ჰეზბოლას განცხადება, თუ კი ამერიკა ჩაერევა, ჩვენც ჩავერევით, ხო, დაახლოებით ასეთი პათოსი იყო, რომ ჩვენც დავარტყავთ ამერიკის სტრატეგიულ ობიექტებს. ასევე ნახეთ ირანის ლიდერის განცხადება, რომ ის მიესალმება იმას, რაც მოხდა, თუმცა მან გამორიცხა ირანის მონაწილეობა. მაგრამ თქვენი კოლეგებიც მათ შორის არ გამორიცხავენ, რომ ირანიც იყოს ჩართული ამ კონფლიქტში, თუ კი გაგრძელდება, როგორც ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ხო, ახლა უნდა თავიდან ის დავნიშნო, რომ ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ დგება სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ამ პროქსი დაჯგუფებებთან კოალიციების შექმნა. ირანი არის შიიტური სახელმწიფო, ერთადერთი შიიტური სახელმწიფო მუსლიმურ სამყაროში და ის აქტიურად იყენებს რეგიონში მცხოვრები შიიტებს იემენში, ერაყში, სირიაში, ლიბანში, სადაც მათ დაკმობით ირანი ახორციელებს თავის პოლიტიკას, ახორციელებს თავის გავლენას. ხამასის მხარდაჭერა, ხამასი არის სუნიტური. სუნიტური, ხო და ახლა სუნიტებს და შიიტებს შორის ახლა არაბულ გაზაფხულს, ეგრეთ წოდებულ არაბულ გაზაფხულს გადავხედოთ იმ განუკითხაობას სისხლისღვრას, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღემდე რეგიონში, და სირიის სამოქალაქო ომი. ეს იყო სუნიტური არაბული ქვეყნების მხარდაჭერა პროშიიტური. ახლა ალავიტები ახლა სირიას რომ მართავენ,
მაინც შიისთან უფრო დაახლოებული რელიგიურ მიმდინარეობად მიიჩნევენ არაბული ქვეყნები და არა სუნიტებად. სირიის სამოქალაქო ომში ირანი მხარს უჭერდა და მხარს უჭერს მართლ ალავიტებს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, თუმცა პარალელურად ირანი სირიის სამოქალაქო ომამდე აქტიურად აფინანსებდა ხამას, სუნიტურ დაჯგუფებას. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ მაინც ახლა ირანი როგორც მუსლიმური სახელმწიფო, აი ამ არაბული მუსლიმური სოლიდარობის თვალსაზრისით, მაინც თავისი წვლილი რომ შეიტანოს, ვთქვათ, აი ამ და ისრაელის სიძულვილით აერთიანებდა, იქ რაღაც დაპირისპირება კი ჰქონდა სირიაში ჰამასსა და ირანს, თუმცა მოგვარებადი გახადა მე ეს დაპირისპირება ისრაელის სიძულვილით გაერთიანებამ მოაგვარა ეს დაპირისპირება, ხო, რაღაც ესე გამოიკვეთა სურათი. თვითონ ახლა ისრაელ პალესტინელ არაბებს შორის ეს დაპირისპირება ეს მაინც რეგიონულ მასშტაბებსაც ხდება და არ არის მარტო ლოკალური რაღაც ხაზის სექტორი, რაღაც 360 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაზე მცხოვრები არაბებს შორის დაპირისპირება. ხო, ეს არის უფრო გლობალური რეგიონულ დონეზე პირველ რიგში და ახლა ირანი ამიტომ ახსენე რომ ახლა შიიტური ირანის დაფინანსება სუნიტური ხამასის ну ეს უბრალოდ გამოწვეული იყოს ერთი მხრივ ამ მუსლიმური სოლიდარობით და მეორე მხრივ იმით რომ შეემცირებინა არაბული ქვეყნების ნეგატიური დამოკიდებულება ირანის მიმართ მაინც ახლა ისტორიულად მათ დაპირისპირება აქვს როგორც სუნიტებს და შიიტებს შორის ასევე არაბულ ცივილიზაციას ასე თუ მოიხსენიოთ და სპარსულ ცივილიზაციას შორის ეს არის ათასლოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მათ შორის, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ რეგიონული და არარეგიონული მოთამაშეები. ეს თურქეთი, როგორც მუსლიმური სახელმწიფო, როგორც არაარაბები, თურქები და ასევე სხვა არარეგიონული მოთამაშეები, რომელსაც რეგიონში გააჩნია დიდი ინტერესები. დასავლეთის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაწილობრივ გერმანია, რუსეთი, ჩინეთი აქტიურობს ამ თვალსაზრისით. დღევანდელ აი ამ კონფლიქტში ირანის როლი ახლა იყო ისრაელის მხრიდან მითითება რომ წინა კვირას მოხდა შეხვედრა ლიბანში თუ არ ვცდები ლიბანი დასახელდა ასევე სირიაში შედგა შეხვედრა ირანის მაღალჩინოსნებსა ძირითადად ისლამური რევოლუციის გუშაღთა კორპუსის წარმომადგენლებსა და ხამასის მეთაურებს შორის სადაც ზუსტად დაიგეგმა ეს ღონისძიება აქ ისმის ახლა კითხვა ასეთი ახლა რის მიღწევას ცდილობს ხამასი ნუ თუ ახლა მათი სამხედრო პოტენციალი რომ ისინი დაიკავებენ რომელიმე ქალაქს შემოიერთებენ და შემდეგ მოიგერებენ ისრაელის არმიას ნებისმიერ კონტრშეტევას ქალაქის დასაბრუნებლად ეს არის აბსურდი და ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს მაგრამ რისთვის იყო მაშინ ეს დაგეგმილი ასეთი მოულოდნელი ფაქტიურად 20 ადგილას მოხდა კომბინირებული შეტევა ათასობით რაკეტა გაიშვა უსტარულად დამზადებული, სხვა შეკითხვა როგორ დამზადდა ესენი, იმიტომ რომ ნედლეული ახლა ღაზის სექტორში არ არის ამის დასამზადებლად და სპეციალისტები ჭირდება ამის მოსამზადებლად. დიდი ფინანსები ჭირდება. ხამას მსგავსი ფინანსური რესურსები დამოუკიდებლად არ გააჩნია, ის მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო სპონსორებზე. საგარეო სპონსორებად მე უკვე დავასახელე სირიის სამოქალაქო ომამდე ძირითადად აქტიურობდა ირანი. დასავლურ პრესაში მაშინ გასაღებებული ინფორმაციის საფუძველზე წელიწადში $100 მილიონ ურიცხავდა ირანი ხამას. თუმცა სირიის სამოქალაქო ომში ხამასმა დაიკავა ანტი-ასადის პოზიცია, რამაც თავისთავად გამოიწვია ირანის დაფინანსების შეწყვეტა. თუმცა ხამასი არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ბაშარ ასადის მთავრობის წინააღმდეგ. უბრალოდ კრიტიკის თვალსაზრისით პოზიცია გამოხატეს ასეთი. კი, პოზიცია გამოხატა, თუმცა სხვათა შორის ის უნდა აღინიშნოს, რომ არაბული ქვეყნები და სხვა ორგანიზაციები, მუსლიმური ორგანიზაციები ფასად აკრიტიკებდნენ ხამას უბრალოდ მსგავსი ასეთი ნეიტრალური პოზიციის გამო, რომ ისინი აქტიურად არ უჭერენ ამ სუნიტურ სამყაროს თავიანთ საქმეში.
სხვა სპონსორებად ხამასის სახელდები ასევე ყატარი, რიგი კონსერვატიული წრეები სახელმწიფო დონეზე არ დავასახელე, უბრალოდ ნავთობმონარქიებიდან, საუდის არაბეთიდან, ასევე მდიდარი პალესტინელი არაბების შემოწირულობა, თუმცა ახლა მდიდარი პალესტინელი არაბების შემოწირულობა, ახლა ვერ გაცდება იმ ფარგლებს, რომ ახლა მათ ხამასმა მოახერხოს. სად მივყავართ მაშინ კვალს რეალურად რა ინტერესები დგას ჰამასის ამ მოქმედებების უკან, ასე თუ შეიძლება რომ ვიკითხოთ. ჩვენ უნდა გადავხედოთ თვითონ რა სიტუაცია შექმნილია ზოგადად რეგიონში. ბოლო წლებში, ზუსტად თქვენ ახსენეთ აქ ირანის შიშის ფაქტორი, ხო? ირანის შიშის ფაქტორმა გამოიწვია ის რომ არაბული ქვეყნები შემოტრიალდნენ ისრაელს. შემოტრიალდნენ იმ ხაზით, რომ დაიწყეს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წელიწადს დავასახელებ მხოლოდ, შედგა არაერთი ოფიციალური მაღალი რანგის ვიზიტი ისრაელის დელეგაციის არაბულ ქვეყნებში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში. გაფორმდა რიგი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის, ტურიზმის და ასე სხვადასხვა მიმართულებებით. შეინიშნებოდა ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელის, საუდის არაბეთთან, ერთ-ერთი წამყვან მუსლიმურ სახელმწიფოსთან ახლო აღმოსავლეთში, ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობრესურსებით და განცხადების იმით ახლა თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ დაპირისპირების შემდეგ დაფიქსირდა საუდის არაბეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ ისინი აჩერებენ ამ ეტაპზე ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას. ესეც შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთი იმ მთავარ მოტივად, რის გამოც მოხდა აი ამ თავდასხმის დაკვეთა. დაკვეთას დავარქვა, ხამასი მსგავსი ტიპის შეტევას კომბინირებულს მასშტაბურს და ვისი დამანგრეველი შედეგებით ისრაელისთვის ვერ განახორციელებდა საგარეო მხარდაჭერის გარეშე, რადგან ხამასი მაინც არის ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მე უკვე დავასახელე, მთლიანად არის დამოკიდებული ფინანსურად უცხოურ დონორებზე და უცხოური კი თავისთავად ახლა უცხოური დონორების ინტერესებში თუ არ შედიოდა მსგავსი ტიპის დაპირისპირება ისრაელთან, ის თავისთავად დამოუკიდებლობის მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ რომც მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება, ის ვერ განახორციელებს, რადგან სათანადო მხარდაჭერა საგარეო აი ამის ქმედებების არ ექნება, ან შეუწყდება თუ ის ასეთი დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგას. აქ კიდევ ერთი ის არის მომენტი აღსანიშნავი, რომ შეტევამდე დაფიქსირდა მასშტაბური კიბერშეტევა ისრაელის სამთავრობო სამხედრო საიტებზე, ხო? და ასევე თავდაცვით ინფრასტრუქტურაზე. პირველ რიგში საუბარი მაქვს რაკეტსაწინააღმდეგო ყოველთვის ცნობილ რკინის გუმბათს, რომელიც მისი არაეფექტურობას, ექსპერტები ასახელებენ არა მარტო თვითონ რაკეტების სიმრავლით, რაც გასროლული იქნა ღაზის სექტორიდან, არამედ ამ ზუსტად კიბერშეტევა და ახლა პალესტინელი არაბი მეგობრებს შეიძლება კარგი მებრძოლი იყოს, მაგრამ ახლა კიბერსფეროში განათლება ახლა მიღებული და მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების ათვისება ძალიან მაღალი კლასია ჰამასისთვის და ჰამასის წევრებისთვის. ეს უნდა ასწავლოს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლება და ან უშუალოდ უნდა ღებულობდეს ჩვენ ვიცით ისრაელის პოზიცია როგორ პასუხობს და როგორ აპირებს კიდევ უფრო გამძაფრებულად უპასუხოს იმ ტერორისტულ აქტს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ნახეთ. როდესაც ბატონო ასე საუბრობთ, რომ დამოუკიდებლად ჰამას არ შესწევს უნარი, შესაძლებლობა არც რესურსის მხრივ, არც იარაღის მხრივ და არც მხარდაჭერის მხრივ, რომ დამოუკიდებლად ჩაიდინოს ასეთი შემზარავი, სასტიკი და მასშტაბური ტერორისტული აქტები ისრაელის იმ სხვადასხვა ქალაქებში, აი გამოძიება აუცილებლად იქნება და აუცილებლად დაადგენს ისრაელის სახელმწიფო, ვინ იყო მასთან ერთად დამხმარე და ვინ ეხმარებოდა ჰამას ამ ტერორისტული აქტების მომზადებაში თუ შესრულებაში. როდესაც გამოძიება ნათელ პასუხებს გასცემს ისრაელს ელოდებით თუ არა, გარდა
ღაზის სექტორისა სხვა ტერიტორიაზეც გადავიდეს საკუთარი გამოხატული პოზიციიდან გამომდინარე ისრაელის სახელმწიფო, რომ ტერორისტული აქტების მოწყობა, ამდენი ადამიანის სიკვდილი, ბავშვების, ქალების მოხუცების არავის შერჩება. Odvahla თვითონ ეს კონფლიქტი არის მოუგვარებელი, მე თვითონ ვერ ვიტყვი, ახლა ამაზე მუშაობენ დიდი უზარმაზარი სახელმწიფოები, კვლევითი ცენტრები და ისინი ვერდებენ რაიმე ისეთ გეგმას, რაც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარის, იმიტომ რომ ერთი მხარე არაბული მხარე ძირითადად მაქვს საუბარი ამ პალესტინელ არაბებს არ აღიარებენ ისრაელს როგორც სახელმწიფო, ისრაელი თავისთავად არ აპირებს თავის არსებობას შეწყვეტას პალესტინელი არაბების მოთხოვნით. Მitომეტეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო მანქანა გააჩნია ისრაელს და ამ თვალსაზრისით ახლა ის არაბული სახელმწიფო რომელიც დააპირებს მეორე თუ არ ვიცი მესამე ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელი არაბების უფლებების დასაცავად, მათ მოუწევს უკვე ღია დაპირისპირებაში ჩართვა იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვს წინა წლებიდან გამომდინარე და ახლა მე ეჭვება რომ რომელიმე არაბულმა სახელმწიფომ ეს თავის თავზე ითავს. რადიკალური თვალსაზრისით აქ ანტიისრაელურად გამოირჩეოდა სირია, თუმცა სირიას ხედავთ რას დაემსგავს ამ 10 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად ერაყი ფაქტიურად ამოგდებულია კონტექსტიდან, იმიტომ რომ ხელისუფლებაში უკვე სადამ ჰუსეინი არ არის, ხო, ერთ-ერთი მოწინავე. ასე გითხავთ, მაშინ ასე ძალიან ცოტა დრო გრჩება დაახლოებით 2 წუთი. ჩვენ საუბრობდით რომ ვიღაცის ინტერესებში, რომელიღაც სახელმწიფოების ან ჯგუფების ინტერესებში იყო ეს კონფლიქტი. ვის ინტერესებშია ამ კონფლიქტის დარეგულირება, თუნდაც იმ ასე ვთქვათ, იმ საზღვრებში, იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იყო აი ამ საომარ მოქმედებამდე და არეულობამდე. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მაგალითად ერდოღანის იდეა, რომელიც 1967 წლის ფარგლებში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ითხოვს, რასაც ისრაელი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებს, ერთ გოჯს მიწას არ დათმობს იერუსალიმის ნაწილიდან, ხო, ცხადია ეს, ბუნებრივია, აქ კითხვის ნიშნებიც არ არის, მაგრამ არსებობს თუ არა სხვა იდეა, სხვა ინიციატივა, სხვა გამოსავალი არსებობს თუ არა და ვის ინტერესებშია ეს გამოსავალი? ვინ უნდა იყოს მთავარი ფასილიტატორი ამ კონფლიქტში? ხო, პირველი ახლა მაინც დამკვეთი ამ თვალსაზრისით ვის აწყობს სიტუაციის დარეგულირება, ეს არის ისრაელი. ისრაელს არ აწყობს ესკალაცია და მუდმივი კონფლიქტი პირიქით ბოლო წლებში მე უკვე აღნიშნე შეინიშნებოდა არაბულ ქვეყნებთან სიტუაციის ნორმალიზება და მსგავსი ტიპის გამწვავება მხოლოდ იწვევს ისრაელის ქვეყნის შიგნითაც იწვევს უკვე კონფლიქტურ სიტუაციას, არა მარტო არაბულ მოსახლეობას, რომელიც ისრაელში ცხოვრობენ და ისრაელის მოქალაქეები არიან, არამედ საკუთარი მოსახლეობის მიმართაც, რომელსაც ბევრი კითხვა დაუგროვდა ზუსტად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თქვენ უკვე თქვით, როგორ მოახერხეს ამ რამოდენიმე ათასმა, რამოდენიმე ასეულმა არაბმა მებრძოლმა ასე ფარულად და უფარავად ფაქტურად გადაულახავი ზღუდების გადასვლა 20 ადგილას. კითხვები საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ეს მიეწერება უკვე ისრაელის სამსახურების მოსადის, შინბეთის, სამხედრო დაზვერვა ამანის, ჩავარდნას და ეს კითხვები შემდეგ დაისმება უბრალოდ აი ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იმიტომ რომ ახლა ის აქტიური ფაზა ამ კონფლიქტის მაინც ახლა იწყება, იმიტომ რომ ისრაელის ხელისუფლებამ ბენიამინ ნეტანიაჰუს მეთაურობით უნდა დაასრულოს ეს კონფლიქტი ისე, რომ გახდეს იმ მსხვერპლის საპირწონე ან რაღაც ისე ღირებულად, რომ თვითონ ქვეყნის შიგნით არ გამოიწვიოს უფრო დიდი სამთავრობო კრიზისი, იმიტომ რომ ამ სიტუაციის ასე დატოვება უპასუხოთ, ახლა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება ღაზის სექტორში, მაინც ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება, იმიტომ რომ აქ უკვე საფრთხე ხამასის მხრიდან არის რეალური და მსგავსი მისი მხრიდან თავდასხმები შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ კვლავ განმეორდეს, რაც ისრაელი ვერ დაუშვებს, იმიტომ რომ ისრაელისთვის ერთი ჯარისკაცის დაკარგვაც საკმაოდ მტკივნეულია და ჩვენ უკვე საუბრობთ აქ 1000-მდე ისრაელის მოქალაქის დაღუპვაზე და ვფიქრობ ეს კონფლიქტი კიდევ გავწოვდება
და საკმაოდ სისხლზღვრიანი იქნება ორივე მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის. ვასილ პაპავა, ექსპერტი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებს და ირანისტი საუბრობდა ჩვენს ეთერში. თამთა როგავა და ან კიკნაძე უძღვებოდით მეორე სტუდიას. ჩვენ ვასრულებთ პირდაპირ ეთერში მოწყობას, თუმცა დარჩით ჩვენს არხზე წინ გელით საინტერესო გადაცემები, საინტერესო თემებით.